საქართველოს შესაძლოა მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც ჩერქეზი ხალხის გენოციდს აღიარებს. კომერსანტ ლასტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ვანო მერაბიშვილი პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარებაზე საუბრობს. აღიარების მზადებას ადასტურებენ საკანონმდებლო ორგანოშიც. გენოციდის აღიარების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტს სომხეთმაც მიმართა, თუმცა საკითხი დღემდე არ განხილულა. რა არგუმენტით ხსნის ქვეყნის ხელისუფლება ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარებას და რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები ხათუნდა საქართველოს პარლამენტში ჩერქეზების გენოციდის აღიარება მზადდება. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კომერსანტ ლასტისთან საუბრისას განაცხადა. კომერსანტის ჟურნალისტის შეკითხვაზე ხომ არ გამოიწვევს ეს საქართველოს-რუსეთის ურთიერთობის გაუარესებას, ვანო მერაბიშვილმა რიტორიკული შეკითხვით უპასუხა. უფრო უარესი კიდევ არსებობს. ეს საკითხი განიხილება უკვე რამდენიმე თვეა. საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების სამზადის ადასტურებენ საკანონმდებლო ორგანოშიც. უცხოეთში მცხოვრებ თანამამამულეთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ საკითხზე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. ნუგზარ ციკლაური არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში საკითხი პლენარულ სხდომაზე გაიტანონ. საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთის მხრიდან ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარებასა და რუსეთის ინტერესებს შორის კავშირს ვერ ხედავს. თუ კი დასაბუთდება, რომ შეესაბამება ის მოვლენები გენოციდს და გენოციდის კვალიფიკაციას, რომ მე სხვა პოლიტიკურ საკითხებს ახლა მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება უხეშად მობმული მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხთან. ეს ჩვენ უნდა განვაცალკევოთ ერთი საკითხი მეორე საკითხისაგან და ხოლო ისიც არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი რუსეთმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ უკიდურესად შემცირებინა კონსტრუქციული ველი ჩვენი ურთიერთობისათვის. თუმცა ამ ორ საკითხს შორის მე მაინც პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ. საქართველოს ინტერესია ქვეყანა რეგიონში მშვიდობა და მე იმედი მაქვს რუსეთის ინტერესიც არის, რომ იყოს მშვიდობა და იყოს განვითარება ამ რეგიონში. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, რუსეთს სუდი გაუკეთოს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არაშიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარლამენტი ჩერქეზების გენოციდის აღიარებას რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებს. კონფლიქტოლოგს ხელისუფლების ეს ნაბიჯი ნაჩქარევად მიაჩნია. იხსენებს, რომ საფრანგეთის პარლამენტი სომხების გენოციდის აღიარებაზე 23 წელი მსჯელობდა. მამუკა არაშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ჩერქეზების გენოციდის აღიარებას რუსეთის გასაღიზიანებლად ჩქარობს. კონფლიქტოლოგი შიშობს, რომ თუ საქართველო ამ ნაბიჯს გადადგამს, იმავეს მალე სხვა რეგიონების წარმომადგენლებიც მოითხოვენ. რას ვეუბნებით სომხებს? იმ შემთხვევაში თუ აღიარეთ ჩერქეზების გენოციდი. თუ ერთხელ დაუშვამ პრეცედენტს, მეორე ნაბიჯს უნდა გადადგა, ხო? რას ვეუბნებით ქურთებს, რომელიც ამავე მოთხოვნით? რას მოგვადგე? რას ვეუბნებით 54 წელში რეპრესირებულ ხალხებს, ინგუშებს, ჩეჩნებს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ვეუბნებით ეგრეთ წოდებულ მუსულმან მესხებს, ეგრეთ წოდებულ თურქ მესხებს, რომლებიც პრობლემა ჯერ არ მოგვიგوارებია. ეს ხო მიხვდება ხალხი, რომ კონიუნქტურული გადაწყვეტილებაა და არ არის გადაწყვეტილება ისეთი ტიპის, რომელსაც საქართველოს მართლა უნდა აი ამ კავკასიელი ხალხების ტრაგედია გაიზიაროს და გადადგას მადამის შემხედრე ნაბიჯი. საქართველოს პარლამენტს ჩერქეზების გენოციდის აღიარების თხოვნით თავად ჩერქეზულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს. მას შემდეგ თემაზე სპეციალური საპარლამენტო ჯგუფი მუშაობს. დაპირისპირება, რომლის გამოც ჩერქეზები გენოციდის აღიარებას ითხოვენ, 1864 წელს კრასნაია პოლიანას ტერიტორიაზე მოხდა. სწორედ იმ ადგილას, სადაც რუსეთის ხელისუფლება სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას გეგმავს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ჩერქეზების გენოციდის აღიარებით საქართველოს ხელისუფლება სწორედ 2014 წელს სოჭში დაგეგმილი ოლიმპიადის ჩაშლას ცდილობდეს.